მოგესალმებით შტაბიდან, მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენს და გვიყურებს. ვაგრძელებთ ჩვენ შეხვედრებს და საუბრობთ პროტესტზე, აქტივიზმზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის კარტელზე და ყველა იმ მოვლენაზე, რაც ხელს გვიშლის ან გვეხმარება ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. გიო, მოგესალმები. და რავი, აი ხა მთავარი მოვლენები რო ჩამოვთვალოთ, სავარაუდოდ არის, ცხელი ამბავი არის ტრამპის ინაუგურაცია, თუმცა რავი, მე პირადად არ მინდა ბევრი ამაზე ლაპარაკი, თუმცა იმედის მომცემი არის რაღაც სიგნალები, ასე ვთქვათ, იქედან, მაგრამ რაღაცა ძალიან გეოპოლიტიკაში შესვლაც არ მინდა. შენ თუ გინდა რამე თქვა და რაღაც კომენტირება გააკეთე და მე გავაგზავნო. პირველ რიგში ალბათ შევახსენოთ არა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ქვემოთ არის გამოწერის ღილაკი, დააჭირეთ ამ გამოწერის ღილაკს, ასევე გააზიარეთ თქვენს მეგობრებში ბლოგი და ვილაპარაკოთ ერთმანეთში, გავაცვალოთ აზრები. ყველას დიდი მადლობა, ვინც კომენტარებს გვიწერთ და ჩვენ შეძლების დაგვარად ვცდილობთ, რომ გიპასუხოთ. ხო, რა ვიცი ხარ, რა უნდა ვილაპარაკოთ? გიო, როგორც წესი მე მახსენებს ხოლმე, იმიტომ რომ მოვიწყდება ყოველთვის, თუმცა. ხო, ინაუგურაციაზე ხა ჩვენ რა უნდა ვილაპარაკოთ? მილიონმა ადამიანმა მილიონი აზრი უკვე თქვა რა, ვისაც ძალიან აინტერესებდა ამ თემაზე რომ მეტი ცოდნოდა, დარწმუნებული ვარ, ეხა უკვე პროფესორია და აი ეს მთელი, ასე ვთქვათ, რაღაცა თავისი სურათები, რუკები, ყველაფერი წარმოდგენილი აქვს უკვე ამ ერთ ჯგუფს ადამიანების არიან, მეორეები, ვინც ამბობენ, რომ ვერაფერს ვერ ვიტყვით წინასწარ, ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ბოლო მომენტამდეც ასე იქნებაო, იმიტომ რომ, აი ეგეთი ლიდერია ტრამპი, რომელსაც აი შეიძლება რაღაც მომენტში რაღაც გადაწყვეტილება მოუვა და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს რა. არ არის აუცილებელი რომ მოამზადოს თვეობით ეს გადაწყვეტილება. ასე რომ აი ესეთი რეალობაა ჯერჯერობით ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის. თუმცა ეხა უკვე ფაქტია რომ ჩვენ დავინახეთ ეს რა ქვია, რაღაცნაირად უკვე მე ამას მართალი გითხრა დაძირვას ვეძახი, ეს არის დაძირვა, ჩვენი მთავრობა არის დაძირული და აი ამ ჭაობში და ეხლა აქეთ-იქით ხავს ეკიდება რა, ხან ხავს ეკიდება, ხან ჯოხს ეკიდება, ხან რა ვიცი, რასაც ხელს მოკიდებს, ყველაფერს ეკიდება. ეგეთ რაღაცასთან მისვლა შენც თუ დაძირული ხარ, ცოტა საშიშია რა, იმიტომ რომ შენ შეიძლება ჩაგძიროს და მერე ცადოს რომ შენ გადაგაბიჯოს. ამიტომ დღეს ეხლა რადგან მოდი ესე ვთქვათ რომ მაინდა-მაინც დიდად ვერავინ ვერ დავფრინავთ ხო ამ ჩვენ ქვეყანაში ესე რაღაცა მაინდა-მაინც მაღალ სიჩქარეებზე არავინ არ მოძრაობთ, აი მე მგონი ძალიან დიდი სიფრთხილე მაინც უნდა შევინარჩუნოთ რა. იმიტომ რომ აი ეს რუსებს ძალიან მე მგონი ეს შემონახული აქვს თავის ცივილიზაციაში ეს პირველყოფილი სიველურე. ძალიან უყვართ თან ეს სიველურე რა, ხო და აი რუს ავტორებს თუ მიაქცევ ყურადღებას ისუ იკვლევენ, უყურებენ აი რაღაცა პრიმიტიულ ცხოვრებას, ქვისხანას, რაღაცები, უყვართ ბლოგები აქვს ამაზე ტონა აუარება რა. კი, მე მსმენელი ვარ, მაყურებელიც. ხო, ეგ მოგწონს ხო ეგ კონტენტი. ხო და უყურებ მე ერთ პერიოდი მაგას უყურებდი და რა ვიფიქრე, იცი რომ ბიჭო, ინდეს ფიქრობენ თქო რა, რომ ნახდათ აი თავის თავს ელაპარაკებიან თითქოს სარკეში თქო რა და ეს თავის ველურ ბუნების გაგებას ცდილობენ. აი რატო არიან ისეთები როგორებიც არიან, ხო? ხო, ეს სინამდვილეში ეს მაგათი მთელი ლიტერატურა, ბალეტი, რაღაცეები, რითაც ვითომ ტრაბახობენ, ხო? ეს ყველაფერი ხო 100 წლის ამბავია რა, აი სადაც აი მე-19 საუკუნეში ქონდათ ეს რაღაც იმპერიული ევროპული კულტურა, ხო? ხო და აი ევროპული ხო, ფრანგულად ლაპარაკობდნენ, რუსულად არც ფრანგულად, გერმანულად ლაპარაკობდნენ ისა, ხო და აი ეს ველურებზე ვამბობდი რა და ეხლა მე მგონი ვართ რაღაცა აი ამ ძალიან პრიმიტიულ იმაში გადავარდნილები, აი ამ რუსული სამყაროს ელემენტი რაც არის, ძალიან პრიმიტიული რეალობა, სადაც სამწუხაროდ მთავრობამ თავისთავად წარმოიდგინა როგორც რაღაცა ტომი და
აი მასთან დაპირისპირებული წარმოიდგინა როგორც მეორე ტომი, ხო და აი ცდილობს ახლა რომ რაღაცნაირად ეს მეორე ტომი გაანადგუროს რა, იმიტომ რომ აი გეუბნებოდი ამას ახლა ხანს რომ ფილმს უყურებთ ხო ეს მკვდარი მიწები. ხო და აი მთელი რეალობა ეგ არის ახალი ზელანდიის რომ აი ერთად ცხოვრობენ, კაცო ერთ და იგივე ხალხია. ერთ ენაზე ლაპარაკობენ, ერთნაირი სვირინგები აქვთ. მაგრამ აი მეორე განადგურება ერთმანეთის არის მაგათი მიზანი. აი ამით ცხოვრობენ რა და თელმა ამ დეზინფორმაციამ, ამ პოლარიზაციამ სინამდვილეში რაღაცა მაგ რეალობაში დაგვაბრუნა ადამიანები. ახლა გაგწირავს რა, თანამედროვე მსოფლიოში ხა ეგ მეორე ნაწილის განადგურება ცოტა წარმოუდგენელი არის ესეთ განვითარებულ საზოგადოებაში და მეტად საზოგადოებაში სადაც ხა თავრობა არსებობს რაღაცა ტიპის, ხო? ანუ ესენი აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რომელიც არც ერთ თავრობას არ უნდა აწყობდეს. მაგრამ აკეთებენ მოქალაქეებს, იმიტომ რომ არ გამოვარდნენ და ერთხელ არ გადამიარონ რა, მაგრამ სპეციალურად აღიზიანებენ და მე ამაზე რომ ფიქრობდი, მივხვდი რომ თავრობას არ აწყობს ამ კონტექსტ აქედან არ უნდა შევხედო ხოლმე ამ რეალობას. უნდა შევხედო მტერს რა აწყობს რა და მტერს გაკრას აწყობს, რომ ორმა რაღაცა ძალამ ერთმანეთი გაანადგუროს. მე გაიმარჯვებს, ერთი გამარჯვებული ორად გაიყოფა, გაანადგურებს მეორე ნაწილს, კიდევ გამარჯვებული კიდევ ორად გაიყოფა და ასე შემდეგ პრიმატების. ხო და აი აქ ხო ეს არის მნიშვნელოვანი რა, რომ აი მთელი ეს რუსული ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი ჩემო ბატონო, იმიტომ რომ მაგათ ტოტალიტარიზმის რესურსიც აქვს, ანუ ფიზიკურადაც გაანადგურებენ, თავისი იქნება თუ სხვისი მიზნებს რომ მიაღწიონ, ანუ ველურები არიან რა, კულტურულად ველურები არიან, ჯერ კიდე არ აქვს ეს ჰუმანიზმის არაფერი არ ცხიათ, არ გაუვლიათ. ამაზე არ დაფიქრებულან, ვინც დაფიქრდება, თავს ჭრიდნენ, ბევრს ფიქრობო და აი ესეთი ხალხია რა. ხო და აი ამ ვირუსის გავრცელებას ჩვენთანაც ცდილობენ, მაგრამ მე მგონი ფაქტია უკვე რომ არ გამოსდით რა. კი, გამოსდით ვიღაცა ჩათლახით გებუაძე, ვიღაცა ახალგაზრდა პატარა ბიჭი, რომელიც აი პოლიციაში მიიყვანეს, რაღაცა მერე განგსტერობა და ის დაიწყო, რა ქვია, ის რო თამაშობს ალპაჩინო არ არის, კაცო კოკაინის ის რო ხდება, დილერი? ალპაჩინო. რამ გამომაშტერა ის ფილმი როგორ დამავიწყდა? ალპაჩინო მერე კუბელი როა რა და ამერიკაში რო გადადის და მთელი დრაგების ის რო ხდება რა, ბოლოს რო კლავენ კაცო, რა ქვია. Population სპეხებთან. Scarface. რა ქვია? Scarface ქართულად, რავი, შრამიანის სახე, ხო? აი ეგეთი შრამიანი ბონდო უნდა იყოს ამ. ერქვა ჩემ ბავშვობაში. ლიცოს საშრამა მერქვა ჩემ ბავშვობაში. ლიცოს საშრამა, ხო? ხო შეიძლება გებუაძესაც ეგ ვერსია აქვს, ნანახი, ლიცოს საშრამა, რო უთხრა რა არის, გეტყვის ლიცოს საშრამა. ხო და. აი ეგეთი ტიპები რა, რომ ეხლა რაღაცა მანქანა სხვათა შორის ერთი მეუბნებოდა ბათუმელი რომ კინაღამ დამარტყაო ქუჩაში მანქანამო, აი ესეთი რაღაცა ველური მოძრაობა გააკეთაო რა და ვერ მივხვდიო მე შევხედე გავიგეო რომ მაგის მანქანა იყო რა ამ იმისი. გებუაძის რა. ხო ესე იგი რაღაცა აი ესე იგი როგორ ჩანს სახება რა ამისი შრამიანი ალპაჩინოსი, რომელსაც ეს წინ კოკაინის გორები უყრია, იქ რაღაცა ქალი ყავს, იარაღი აქვს, ისვრის აქეთ-იქით, ჰაი-ჰუი, რაღაცა სახში ცხოვრობს და თელი ამბავი და ამ შტაბ-ბიჭლების ქვეშ არიან ეს ბიჭები რა. ვიღაცები, ვისაც აი პოლიციის უფროსები დაარქვეს, ამათ არც მორალური მზაობა არ ქონიათ, რომ ეს პოსტი დაეკავებინათ, არც ცოდნის მხრივ არანაირი მომზადება არ გაუვლიათ. ესენი არიან აი სხვათა შორის მაგ გებუაძის იმას ჩანაწერს უყურებდი. გონი შარშანდელი იყო, მიტინგებზე რომ მობილურით იღებდა რა. კი. ხო, შარშან მობილურით იღებდა? ანუ მე უბრალოდ მომიტინგე ვარ. კაცო, შარშან მობილურით რო იღებს და ეხლა პოლიციის უფროსია, ხო ხვდები შე რა ხელა ის არის, რა ქვია, შეუსაბამობა საერთოდ ესე იგი პოსტთან რა ადამიანის რა გამოცდილება რაღაცა ხო უნდა კონდეს შიგნით კოლეგებთან წონა. არ არის. მე მგონია რომ შაშანო ტელეფონით იღებდა და დღეს პოლიციის უფროსი არის, აი ამ ორ მოვლენას შორის არის რაღაცა კარიერული და ეს არ არის რა თქმა უნდა რომ დისერტაცია დაიცვა, ხო? ანუ რაღაცა მოქმედებები და მოვლენები არის, რაზეც ხელი მოაწერა და გააკეთა. ოღონდ ჩვენ ჯერ არ ვიცით ეგ. მაგრამ ხო, ანუ ისა სხვა კინომაგაზე ანეკდოტი გითხრა, პოლიციაში ისა ტიპი მიდისო
რა ქვია, ინტერვიუზე სამსახური მინდაო რა, ვიღაც ეუბნება ხო არა გაქვთო და ეგ მე არა კადრებს უნდა კითხო რა და შენ გამიჩნდე სამსახური და ვიკადრებოდო. ეხა ეგ არის. ხო და ანუ აიგრე, ეგ ეხლა როგორი რაღაცა არის, იცი? ჩვენ ამაზე ვხუმრობთ, მაგრამ სინამდვილეში მთელი სისტემა ჩამოშალეს ამ ტიპებმა რა. უსაფრთხოების სისტემა, რომელიც რაღაცნაირად თითქოს სულ გადაჯაჭულია, ასე ვთქვათ, ჩვენ სახელმწიფოებრიობასთან რა, იმიტომ რომ ჩვენ ხო მუდმივად გვაქვს რაღაც საფრთხე, ხო? სამხედრო საფრთხე, შეიძლება ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე. იქ შეიძლება ის იყოს არა, რაღაცა ტრაფიკინგი, ხო? რაღაცა ნარკოტრასები, მთელი ამბები, ანუ საქართველოსზე ბევრი ესეთი ინტერესი არალეგალური არის დამიზნებული. და აი უსაფრთხოებაზე ზრუნვა არის ჩვენი ასე ვთქვათ სახელმწიფოებრიობის იდეის ნაწილი რა. და აი ეს ტიპი მოდის ეს დგებუაძე, მისი მსგავსი კიდე რავი ერთი, რამდენიც არიან ესენი, ხო და აი ჩვეულებრივად ამას აგურ-აგურ ანგრევენ რა, შლიან. და ნუ მაგრამ ფაქტია რომ მე მგონი აი ამ რუსულ სცენარში ჯერ ვერ გვატრიალებენ, ვერ გაგვაბოროტეს. აი ეს ეთყობა. ბოროტდებიან ამასობაში. აუ თვითონ გაბოროტება კი არა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გვაბოროტებენ. ხო. რავი, აგერ ხარება და სინჯიკაშვილი დაძდევს ერთმანეთს თუ არ ვიცი სინჯიკაშვილია მართლა თუ ვიღაც სხვა, მაგრამ ხარება სასწავლ ვიღაცებს დაძდევს და რაღაცებს ესვრიან ერთმანეთს ზიარაღებს და რავი, ეხლა ცოტა ხნის წინ ვიღაცა დაიჭრა და ასე შემდეგ, ხო? აი იმ ტერიტორიაზე დადიან. ასპრიას გარშემო ასე ვთქვათ. მოძრაობენ, ხან ესენი მიუვარდებიან, ხან ისინი. ხო, საგიჟეთი. რაღაცა პრიმატების ორი რაღაცა დაჯგუფების ერთმანეთის დევნა. არ ვიცი, ასვენებენ ასე, ანუ იქ შეასრულებს მომიტინგეები. არა, მე უკვე საბოლოოდ დავწმუნდი იმაში, რომ საერთოდ უსისტემოები არიან და იმ მომენტში, როგორც კი ოპოზიციურ ფლანგზე სისტემა აეწყობა, ესენი აღარ იარსებებენ. ოღონდ აი მაგაზე წინაზეც ვლაპარაკობდით. ალტერნატივა უნდა შეიქმნას. ალტერნატივა არის მნიშვნელოვანი. სამოქალაქო ალტერნატივა. აი დღეს ეს კვანძები, ასე ვთქვათ, ეს ბოლოები არ არის გადაბმული რა. ეს დღეს შეიძლება ეს მთელი ოპოზიციური მოძრაობა კვლავაც წარმოვიდგინოთ, როგორც ძაფის სხვადასხვა გორგლის ნაკუწები, რომელიც აი ერთ დიდ გორად შეიძლება დევს, მაგრამ აი გადაბმული არ არის და სინქრონში არ არის მოსული. რამდენად შეიძლება ამის კეთება, იცი რა, იმდენი ადამიანი ეძებს და ცდილობს დაიბადოს აი ამ პროცესში, მათ შორის ისეთები, რომელიც 5 ჯერ დაიბადნენ სხვადასხვა პროცესებში რა და ვერ დაიბადნენ აშკარად და ნუ კვლავაც და კვლავაც აი ცდილობენ რომ ეს ძალიან მე მგონი ამღვრევს წყალს. იმიტომ რომ ნუ ერთია რომ ვიღაც ტიპს უკვე აქვს შუბლზე ძაღლი გაწყვეტილი და მზად არის რომ ყველაფერი იკადროს, მზად არის ყველაფერი თქვას, მზად არის აი ენას ძვალი არ აქვს, რასაც ქვია და მეორეა რომ ანუ ვიღაც ტიპები უბრალოდ გულხურვალე ადამიანები ცდილობენ რომ გაერთიანდნენ. დიდი შუაში არის ძალიან დიდი უსწრული. აი ამ ორ კატეგორიას შორის რა და სანამ გამოცდილებას შეიძენენ ეს ტიპები, აი დღეს ვინც ლიდერებად გამოვიდნენ უკვე ქუჩაში, ნუ ამას დრო დაჭირდება. თან ახლა იქ ხო მთელი ნდობის ამბავია, ხო ერთმანეთს უნდა ენდონ. ერთმანეთს უნდა ენდონ, ჩვენ უნდა ვენდოთ, ისინი მერე ჩვენ გვენდონ და მთელი ამბავი, ანუ არ არის მარტივი, ხო, არ არის მარტივი. ეს არ არის არც ერთი დღის და არც ისეთი რომ აი ლიდერები ამოტივტივდნენ უცბად და ხო, და უკვე მაგრამ ერთი მნიშვნელოვანია რა, ერთი მნიშვნელოვანია. თავრობამ ვერ შეძლო ამ ეტაპამდე, აი 54 დღე არის, ხო, იმისი, რა ქვია, პროტესტის. ამ ეტაპამდე ვერ შეძლო საკუთარი ძალის ჩვენება, ვერ შეძლო თავის ბინძურ თამაშში დემონსტრაციის ჩათრევა და პირიქით, შიგნით დაწყებული აქვს რღვევა სერიოზული. მათ შორის ეს საერთაშორისო მთელი, ასე ვთქვათ, შლეიფი მოშიშვლებული აქვს რა. და საერთაშორისო, ანუ მე აი ეხლა რეალურად ვხედავ იმის ნიშნებს, რომ დახმარება მოდის რა. უნდა გაუძლოთ, ასე ვთქვათ, დახმარების მოსვლამდე ერთის მხრივ. ხედავ რომ მთავრობა იკეტება თავის ციხესიმაგრეში, ანუ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი. აბა სხვა რა არის, ფულები მოაქვს, გადმოაქვს პანიკურად და ციხესიმაგრეში მაგრდება თითქოს აი აქ საქართველოში. არ ვიცი,
ბოლომდე სიმართლე არ თუ არა რომ ყველაფერი საქართველოში შემოაქვს, მაგრამ აი რაღაცა ამ გადანაწილებაში ფურცლების ტარებაში არის და აქტივების, ასე ვთქვათ, ერთი ფურცლი და მეორეში გადაწერაში რა, მაგრამ ფაქტია რომ აი რაღაცა ეგ ხდება. აი სულხან საბას ეგავები გახსოვს? ისე ალბათ ძველი ამბებია რა. ხო, არც კი ვიცი ეხლა ასწავლიან თუ არა. იქ არის ერთი ეგეთი იგავი რა, მდიდარი და ესა გონი ვაჭარია ერთი და მეორე არის მიწათმოქმედი. და ერთს აქვს ძალიან ბევრი ოქრო რა და მეორეს აქვს პური. და აი ერთხელაც სიტუაცია ჩაიკეტება თუ რაღაცა მსგავსი მოხდება და ეს ცდილობს რომ აი ოქროში გადაცვალოს პური და ის არ უცვლის რომ არ მინდაო რა შენი ოქრო პური მინდაო რა ხო და აი ეგ მომენტი დგება რა რომ ის ოქროს ვერ ჭამს და აი მეორეს კიდე თავის პურიც ყოფნის და არ ჭირდება ამის დამატებითი ამისი ოქრო რა ხო და ეხა ეს ივანიშვილზე თავისი ფულით გაწვობა ცეცხლს მისცემდა და გაწვებოდა ხო და ეგ არ ვიცი ხა ამ ივანიშვილზე რამდენად წავა მაგრამ აი მე მგონი ბევრ ფულს კარგავს თქო ეგრე მგონია იმიტომ რომ ეხლა შვეიცარიის ბანკს საერთოდ მაგისი თან სხვა ბანკს მაგის მთელი ოჯახის აქტივები გაუჩერებია კი არ წაუხმევია მაგრამ ფულს თუ ვერ გამოიყენებ კონდეს ანგარიშზე რა მნიშვნელობა აქვს ისე მაგარი ცუდი შეგრძნება უნდა იყოს არა რაღაცა იმას რომ დააჭერ ამაზონზე წიგნს წიგნს არა იმას რაღაცა იმას ყიდულობს შეიძლება რა სახის კრემს და რომ დააჭერს და რო ვერ ტარდება მილიონიანი ბარათი რაღაცა ეგეთი თემა მე მაგალითად ერთ-ერთი ჯარიმა არ მაგადახდილი ბოლო ჯარიმა ასე ვთქვა დაკავების და გამოცდილი მაქვს ეს და არა უშუალოდ რო დააჭერ და არ ტარდება ხო რა თქმა უნდა და გამოსცადოს როგორ ანუ რაღაცნაირად გადავირჩინე თავი და თვითონაც არა ეგეც ფაქტია ეგეც გადაერჩეს ოღონდ უყურე ახლა მასშტაბი რა არის იცი რომ მე საერთოდ ახლოსაც არა ვარ იმ შეგრძნებასთან რითიც ეს ტიპები დღე-დაღამე ცხოვრობენ აი ვისაც ზედმეტი უზომოდ დიდი ფული აქვს რა, აი მილიარდი უზომოდ დიდი ფულია, მაგდა ინფლაც არის ის მაგად დარწმუნებული ვარ რა. აი კალკულატორი რომელსაც შეიძლება მაგდა ნოლი ვერ დაწეროს რა. მილიარდის მერე ფული მნიშვნელობას კარგავს. ხო, აი რა მნიშვნელობა აქვს რამდენი მილიარდი ერთი აქვს. სხვა სენტენციად გადაიქცევა, სხვა რაღაცა. აი მაგ ტიპს რო ართმევენ, მე მგონი ეგ სხვა ტკივილია რა. ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ, მაგრამ ხალხი რო რიგში ჩადგა, გახსოვს ქართოს რო ლარიანებს ჩუქდი. ხოთა ტიპმა რა კონცერტი დადგადო ხალხი შეკრიბა და ლარიანები მაჩუქეთო და ორი ლარებიო და რიგები დააყენეს იმასთან ქართოსთან და აი ფულს უგროვდნენ რა არ გამიკვირდება კიდე ჩაატაროს ეგ ამბავი და მართლა ამოუღოს ჯიბიდან ვიღაცებს და ოღონდ ეხლა მე მგონი ნახდათ შეეცდება ამოუღოს და აი არ იქნება მარტივი აი ეგ ამბავია რა ხო აი რაღაცა აი ესეთ ქაოსში ვაგრძელებთ მაგრამ ნუ 54 დღე არ არის პატარა ამბავი და ამ 54 დღეში იყო ისეთი რაღაცაც აი მაგალითად გაფიცვა რაც რისი პრეცედენტიც მანამდე არ ქონია რა თქმა უნდა რაღაც გაფიცვები ყოფილა იგივე აი მეტროს მუშაკების გაფიცვები იქ რაღაცა ქარხნებში საწარმოებში ყოფილა მაგრამ ესეთ პოლიტიკური ნიშნით როცა ყველა ერთად იფიცება ეგეთ პრეცედენტი არ ყოფილა და მე მაგ აქტში კიდევ ყველაფერთან ერთად რაც მოაქვს რა ძალაც აქვს ზოგადად გაფიცვას მომეწონა ის რომ მაინც შედგა მე შინოდა სიმართლე გითხრა რომ აი ეს შედგებოდა თუ არა რა მაინც შედგა და მეორე რაღაცა ადამიანები რომლებიც ვერ ერთვებიან პროტესტში სხვადასხვა მიზეზის გამო მაგრამ ბევრი იმიტომ რომ უბრალოდ უნდა იმუშაოს და უბრალოდ ვერ მოდის სამსახურიდან იმის 2 საათის განმავლობაში კი საღამოს შეუძლია მაგრამ საღამოს კიდე შეიძლება სხვა ვალდებულებები აქვს რა ამ ადამიანებმა მიიღეს საშუალება რომ სამსახურის კართან გამოვიდნენ და ჟარდს გამოვიდნენ ისე ჩაერთონ რა პროტესტში და თავისი შანსი მიიღეს და ხო ძალიან კარგი არის იცი რა არის მე მართალი გითხრა აი მაგ მოვლენას რა რაც მოხდა გაფიცვას ბოლომდე არ დავარქმევდი მეც პირობითად ვეძახი მაგრამ არის მაინც არის გაფიცვა მაგრამ ეხლა ინაგანად ამის დეფინიცია რომ ჩავშალო ასე ვთქვათ ხო შეიძლება გაფიცვა არ ხო ჩემი აზრით უფრო სოლიდარობის აქტი იყო რა ანუ ერთმანეთის გვერდში დგომის აქტი და არა აუცილებლად გაფიცვა რა გაფიცვას ცოტა თავისი სხვა შინაარსი აქვს ანუ იქ რაღაცის პარალიზება უნდა მოხდეს რაღაც უნდა დაიკეტოს ახლა
15 წუთი თქვათ რომ გამოდიხარ და აცხადებ პროტესტს, ეს უფრო სოლიდარობაა, პროტესტის ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, ოღონდ კარგია რომ ყველაფერს თავის სახელი ერქვას, იმიტომ რომ ეს გაფიცვა არ იყო და არ არის აუცილებელი რომ გაფიცვა აუცილებლად გქონდეს, ეხლა თუ არ შეგიძლია რა. მე მგონია რომ ჯერ გაფიცვა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ როგორი რაღაცა იცი, რაღაცა უნდა მუშაობდეს რომ გაიფიცოს. აი მაგალითად საქართველოში ხო რო აიღო რაღაცა მსხვილი დიდი რაც არის, ყველაფერი სავაჭრო ქსელებია. აი ყველაზე ნაღდი გამფიცველები არიან მაგალითად ბენზინის ჩამსხმელები, რომელიც აი მთელ საქართველოში მე არ ვიცი რამდენი 1000 ადამიანია რა. მაღაზიის გამყიდველები, აი და მაღაზიის თანამშრომლები რა, ქსელები რო არიან. ხო და აი მეტი რა ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია რა მუშაობს. მაგრამ ხო რა არის? სპორტი მუშაობს, სპორტი, ხო, აი სპორტი მაგალითად მაგარი რამეა. ეხლა რატომ მომივიდა სპორტი, ხო? რაღაც ისეთი, რაც მოქალაქეს არ უქმნის იმ მომენტში დიდ პრობლემას, მაგრამ ხელისუფლებას უქმნის. ან მოქალაქესაც თუ უქმნის პრობლემას და მოქალაქეები ამაზე მიდიან, რომ რაღაც აი ამაზე მიდიან დისკომფორტზე, შესაბამისად უქმნიდეს ხელისუფლებას. იგივე ან უფრო დიდ პრობლემას. ხო, მან ეხლა რა მგონია, იცი? არის სპორტი, რკინიგზა არის ეგეთი. კი არის, მე მან მგონია რომ აი რკინიგზა ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით იმ უსამართლო მმართველობის სისტემით, რაც მას აქვს. აი ეს რაღაცა რამდენიმე თაღლითი როა მოყუჩებული, ეხლა რომ გაქრნენ იმასავით, რა ქვია, ამბობენ ხოლმე რასავით, ჩუმად გაიპარნენო. ჩუმად შეიძლება რომ ვერ გავიგო. ჩუმად ხო რომ გაიპარნეს სცენიდან. მრავალათასიანი ძალიან ბევრი წელი შემოსავლებით რო იყვნენ ამ რკინიგზიდან და კაცმა არ იცის რკინიგზას რა გაუკეთეს, ხო? პარალელურად ამ რკინიგზას ყავს ეს თავის რკინიგზელები რა, ვიღაც ტიპები, ვისაც იქ რეპუტაცია აქვს, როგორც აი ამ საქმის მცოდნეებს. მე არ ვიცი, მართალი გითხრა, მაგასთან ვინმე მუშაობს, არ მუშაობს, ან შეუძლია თუ არა მაგათთან მუშაობა ვინმეს, იმიტომ რომ რაოდენობა აბსოლუტურ რიცხვებში მე მგონი იმდენად პატარაა, რომ სახელმწიფოს თუ უნდა ამ სექტორზე კონტროლის დამყარება სხვადასხვა ფორმით რა, ეს იქნება მორალური გავლენა, ეს იქნება ფინანსური ამბავი, ეს იქნება რა ვიცი რაღაცნაირად თქვათ წნეხი შანტაჟი, ხო? ყველაფერი შესაძლებელია, ყველა ინსტრუმენტი რა. შეიძლება ეს კონტროლი დაამყაროს. რა. ნახე როგორ რაღაცისკენ მივდივარ, იცი რომ ადრე თუ გვიან ჩვენ დაგვჭირდება რაღაც ისეთი უფრო რაც უბრალოდ სოლიდარობის აქტიან სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი კი არ იქნება, არამედ რეალური პრობლემის შემქმნელი მოწინააღმდეგისთვის. ხო? და ამისთვის თუნდაც აი ეს გაფიცვა რო დავარქვით, მაგრამ შენ რო სოლიდარობის აქტი დაარქვი და პრინციპში გეთანხმები, ხო? წარმოვიდგინოთ როგორც ვარჯიში ასე ვთქვათ, როგორც რაღაცა მცდელობა, რომ ცოტა წავივარჯიშოთ და მივხვდეთ რა როგორ შეიძლება. აი მოდი ესე ვთქვათ რა, აი ავტობუსის ძღოლები. აი თბილისში მაგალითად რამდენი ძღოლია შენი აზრით? არ ვიცი, რამდენი ავტობუსიც არის გადაამრავლე. რაღაც მორიგეობაც ხო არის ესა ისა. აი 4000 ადამიანი იმუშავებს ძღოლად? კი, და მარტო ძღოლი ხო არ არის კიდე. შეიძლება რომ გაიფიცონ? მე არ ვიცი იქ რა ხდება, იმიტომ რომ ეგ სისტემა როგორია, ხო? მე როგორც მაქვს წარმოდგენა, ამ სისტემას აქვს თავის ფესვები საბჭოთა ურთიერთობებში, ანუ იქ ვინც იყვნენ ტრანსპორტის ეგრეთ წოდებული მუშაკები, ის ხალხი გამოყო ამ საქმეს, იმიტომ რომ იცოდნენ ეს ტრანსპორტის ხაზების აწყობა, რაღაცა, რაც იცოდნენ, რაც თავისი ასე ვთქვათ, ქონდათ რა ის ძველი ცოდნა, ეს ქონდათ. ამ სისტემაში დაინტეგრირდნენ პოლიციელები და კრიმინალები და ეს მთავრობის ბიუროკრატი ცეხავიკები და რაღაცნაირად ეს შემოსავლები გადაინაწილეს, ანუ ეს ხაზი იმის იყო, ის ხაზი ამის იყო და აი შეიქმნა ეგეთი რაღაც კრიმინალურ საბჭოური მორიგი, კრიმინალურ საბჭოური სუბკულტურა. და აი ვიღაცები არიან, ვინც იციან ძღოლობა რა. მე იმათი შვილები, თქვათ, ის თუ დეპარტამენტის რაღაცა იყო, იმის შვილიც დეპარტამენტის რაღაცა, თუ ძღოლი იყო, შეიძლება შვილი ძღოლი გახდეს. აი
მე მგონი ესეთ რაღაც ტენდენციას თვალს ვადევნებთ რა, რომ ჩანაცვლებაც მიდის აი ამ საბჭოთა ელიტის გაგრძელებით. ამიტომ ჩვენ რეალურად მე მგონი სიმართლეს თვალებში თუ ჩავხედავთ, ეხლა ყველაფერი შეგვიძლია ესეთი წარმოვიდგინოთ, როგორც აი საზოგადოება, რომელიც ცდილობს საბჭოთა სისტემიდან გამოსვლას და საზოგადოება, რომელიც საბჭოთა სისტემას ინარჩუნებს. აი ეს ორი ჯგუფი ეხლა აი ამ ყველაფრის თქმის ღიად თქმის გარეშე ერთმანეთს უპირისპირდება სხვადასხვა საფუძვლით რა აი ყურებიანი ქუდი რატო გახურავს ან რაღაც აი ეგეთი ესენი რა სინამდვილეში მე მგონი თავარი რა არის რომ ვიღაცები ცდილობენ კვლავაც საბჭოთა სისტემა შეინარჩუნო ურთიერთობების სისტემა კომუნისტური პარტია ბოლო-ბოლო კაცო კომუნისტური პარტია რა ეხლა კი პარტია გაუქმდა მაგრამ იმ პარტიაში ვინც იყვნენ ადამიანები რა გაუქმდნენ ის ადამიანები ერთმანეთთან მიმართებაში არ აქვს შენარჩუნებული რაღაცნაირი ლოიალობის განცდები ეს ადამიანები, როდესაც კომუნისტური პარტია გაუქმდა და დარჩნენ რაღაცნაირად დარჩნენ, ამ ადამიანებმა იცოდნენ მუშაობა და იცოდნენ საკუთარ თავისიანების ამოცნობა იცოდნენ და იცოდნენ ნახევარი სიტყვით მინიშნება და გადამოწმება ადამიანს იმას ესმოდა თუ არა მუშაობა, ბრჭყალებში მუშაობა და 100% ურთიერთობები და ეს ადამიანები დარჩნენ, აი როგორ გითხრა, როგორც აი საბჭოთა კავშირი რო დაიშალა და კოსმონავტი რო დარჩა კოსმოსში. აი იყო ეგეთი პრეცედენტი ხო საბჭოთა კოსმონავტი. აი რაღაცა ესე დარჩნენ სხვადასხვა სივრცეებში მიმოფანტულები, მათ შორის საქართველოში. რა ერთ-ერთ ასე ვთქვათ, ხო, მათ შორის საქართველოშიც და ნელ-ნელა ერთმანეთი იპოვეს და მერე შესთავაზეს. ანუ ბიძინა ივანიშვილი, რავი, რუსეთი და ასე შემდეგ. შესთავაზეს აი ეს ველი რომ მოდი და გააგრძელე. და რა თქმა უნდა, ამათმა ერთმანეთი ამოიცნეს და მოიპოვეს ძალაუფლება და მოსწონთ კიდეც ეგ. ეხლა კოსმონავტი რატო თქვი? იმიტომ რომ იმ კოსმონავტს ამერიკელები აჭმევდნენ რა, ბოლოს ეს ინახავდნენ რა ამერიკელები და აი ამ კომუნისტებსაც ამერიკელები ინახავდნენ 90-იანებში, არა? ეგენი იყვნენ, დაინიშნენ რაღაცეებზე. ინგლისური თუ ვინმე მიცოდა, მაგათმაც იცოდნენ ეს ინგლისური, ხო? მიდიოდნენ, მოდიოდნენ სადღაც უცხოეთში, მერე იქ რაღაცა სახელმწიფო თანამდებობები და ეს ფული, რითაც ჩვენი სახელმწიფო არსებობდა, გარედან შემოდიოდა. გარედან შემოდიოდა, აბა იმას შევარდნაძის სახელმწიფოს ბიუჯეტი ჰქონდა 600 მილიონი დოლარი, მე მგონი, ხო? 600 მილიონი რა. ანუ რა არის ეგ ბიუჯეტი, ხო? არაფერი. ანუ ყველაფერი დანარჩენი იყო ჩრდილოვანი, ანუ ის ფული შემოდიოდა, ორთქლდებოდა და ესენი ინაწილებდნენ. ხო და ჩვენ ძალიან სერიოზული ტრანსფორმაციის პროცესს გავდივართ და ამას თითქოს არ ვლაპარაკობთ რა, ამას თითქოს ამაზე ლაპარაკს თავს ვარიდებთ, რაღაცა, არ ვიცი, ხათრს ვერ უტეხავთ ვიღაცას. იცი რა იყო? მე როგორც ვაკვირდები, როცა ვფიქრობ ამაზე, რაღაცა თაობა იყო, აი საბჭოთა კავშირის დროს უკვე ისეთი ასაკოვანს არ ვიტყვი, მაგრამ ესეთ რომლებიც უკვე რაღაცას წარმოადგენდნენ და საბჭოთა კავშირი დაიშალა და თითქოს აი ეს იყო, რომ ეს თაობა ცოტა დინოზავრებივით იყვნენ რა მოკლედ რა სანამდეც იქნებოდნენ და მერე აღარ იქნებოდნენ და ეხა ხელოვნურად ვიღაცას განადგურება არ იყო ამ შემთხვევაში საჭირო მაგრამ ეს ხალხი შემოbrunდა და მეორე თაობა გამოზარდა ანუ წარმატების ფორმულა დაუდო აი მდგებუაძესნაირ პატარა ტიპებს რა აი ეხლა რომლებმაც უკვე ძალიან ზვირიანი მანქანები იყიდეს და უკვე აი ბაბუებივით და მამებივით მუშაობა ვიცითო ყველას აჩვენეს თუ მათი ბაბუები ვერ აჩვენებდნენ მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს უჭირდათ ამის ჩვენება ყველასთვის იმიტომ რომ თქვათ აი დიდ სახლს ვერ ააშენებდნენ ზედმეტად ან რაღაცა ზედმეტად ვერ აჩენდნენ 700 სართულიან რაღაცას ვერ იყიდნენ და იახტა არ ექნებოდა და ამათ შეუძლიათ უკვე ეგ ანუ ბაბუებსაც აჯობეს ეგ არის და ახალი თაობა მოვიდა და წარმატების მაგალითი დადეს და თუ ეს წარმატების მაგალითი კიდევ გაგრძელდა ახალ თაობაში ნუ მაშინ უკვე სერიოზული უკვე არის პრობლემა მაგრამ უკვე აქედან მოbrunება ძალიან რთული იქნება შემოbrunება ასე აი ხარი ამათ შორის რა მე გეთახმები რომ აი ამ სწორედ ივანიშვილის სისტემის მთავარი ასე ვთქვათ მთავარი მატრიცა არის ალბათ აი ეს ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა რაღაც მეხსიერება, ასე ვთქვათ, ინსტიტუტების კეთების, ერთმანეთის მიმართ რაღაც ლოიალურობის განცდა
და აი ყველაზე პრიმიტიული ფორმით რესურსის განაწილების უნარი. აი 10 ლარი, აქედან შენ 50 გეკუთვნის, შენ ლარი, მე 9, იმიტომ ნუ მე 8, აი თუ არ ვიცი, მეტყობა კიდეც ფული არ მაქვს, თუ არ ვიცი. ხო და ეს მომენტი, ანუ თვლა რა, რაღაცა საბჭოთა დროს ფულს ყოფდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე არ შემისწავლია, როგორ იყოფოდა ფული საბჭოთა დროს და არც ესეთი არ წამიკითხავს ნაშრომი. არა ვიცი, არავინ რო არაფერს არ წერს ამ ჩვენ ქვეყანაში. თორე ჩვეულებრივად კაცო ფულის გაყოფის წესი არსებობდა, აი ეს არის ეგრეთ წოდებული ლევი იყო რაღაცა, იქიდან ამდენი იმას ეკუთვნოდა, ამდენი იმას, ამდენი იმას. ეხლა სამართლიანია თუ არ არის სამართლიანი ეს წესი, ხო? ამ წესმა 1-50 წელი ხო იმუშავა. ხო და რო იმუშავა, ხო შექმნა მეხსიერება და ეხლა მე უკვე როგორი რაღაცაა, იცი რომ იმას კი აღარ დაოფ რომ მე უსამართლოდ შემხვდა 5 კაპიკი და შენ 20. არა, ეხლა იმას ჩალიჩობ რომ შენ იმ ადგილზე მოხვდე, სადაც 20 შეხვდება და მორჩა რა. ხო და ასე რომ აი ეგ მეხსიერებაც ამ ტიპებმა მოიტანეს და კი, აი ახლა ჩვენ რასაც უყურებთ, არის ეს ცდელობა. შენ პირდაპირ გიყვარს ხოლმე თქმა, რომ უკვე რაღაცა შედგა. ეს დგებუაძე ჯერ ვერაფერი შემდგარი ვერ არის. ეს არის ცდელობა, რას აკეთებს ტიპი? ღამის კლუბი თავის შეყვარებულის სახელზე იწერება. ის რაღაცა მე არ ვიცი, შეიძლება რაღაც სამშენებლო კომპანიაში წილი თავის შეიძლება ვიღაცა ბიძაშვილის სახელზე დაწეროს, კიდე რაღაც დაწეროს და მერე გააჩერებს მაგას ქალაქის მერი და ეტყვის რომ არა ძმაო, ეგ წილები უკვე ჩემია. აი ეს რაღაცა ამ სისტემაში შედიან რა, ამ სქემაში შედიან, წინასწარ გამზადებულ სქემაში და ნუ ცდილობენ რომ იქ თავი დაიმკვიდრონ, მაგრამ აი პროტესტმა ეს ხალხი გააშიშვა. მოდიში აქამდე გეტყვი რომ ეხლა ვერაფერს დაიმკვიდრებენ, ისე აილაგმებიან, როგორც დაგიბარებია, უბრალოდ აილაგმებიან იმედი მაქვს ცივილიზებული, ცივილიზებულად დამთავრდება ეგ ყველაფერი და ეხლა განადგურებით არ დამთავრდება ერთმანეთის რა. მაგრამ ნუ მეორე მხარე განადგურებს, მაგრამ ეგ ამბავი თუ გავიმარჯვეთ, რაღაცნაირად დაალაგდება რა. კი, არა, მე მგონია რომ განადგურება არც მათ არ გამოუვათ და ჩვენ მით უმეტეს არ გვინდა. ანუ მე ამ შემთხვევაში ვამბობ განადგურებაზე რა, თორე დღესაც ვწერდი რომ დგებუაძე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დაკარგავს ყოველგვარ პროფესიულ, ასე ვთქვათ, განვითარების შესაძლებლობას და არასდროს ახლოს არ მივა არაფერთან, რასაც კანონი აწერია, იქნება სადმე ისეთ სექტორში, სადაც ადამიანები ვერ დაინახავენ და ექნება შანსი, საშუალება, რომ დაფიქრდეს თავის ცხოვრებაზე. რატომაც არა, კაცო, არც ბავშვი არ არის, ხო? რაღაც დროს ხო უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს სად ჭამა, სად მიქარა. იმიტომ რომ ეს ადამიანი ხა რა, ალბათ სავარაუდოდ ისე იცხოვრებს საქართველოშია რა. არ ჯობია რომ ნაკლები გაბოროტებული ცხოვრობდეს ვიდრე მეტი. საწავლა მაგას ვინ მიიღებს? ანუ ეხლა ვეღარ გაიქცევიან ხო? არა, ვისა ჯანდაბათ უნდა ეგა თან ისა ერთი თუ გადაიპარება სადმე, მაგრამ თან ეხლა მე მგონი მექსიკის საზღვარს ძალიან ამაგრებენ და მე სადღა გადაიპარება, ეგ არ ვიცი. გადაცურვის შანსია ყინულოვანი ოკეანიდან. თუ მაგას იჩალიჩებს. ხო და ასე რომ მოკლედ წინაპრები ეგრე გადასულან ამერიკაში ზოგადად. ეგ მაშინ კაცო საზღვრები არ იყო და კანადაც ჯერ კიდე ფიქრობდა სად ქონდა საზღვარი და სად არა. ოკეი, გიო. ცოტა ჩვენ მე მგონი ეს ნაწილი უნდა ეხლა გავთიშოთ და გავაგრძელოთ. ხო. ეხლა გეუბნებოდი რომ პატარა ანალიზებით თუ გავაკეთებთ იმისას, რაც შეიძლება რასაც ველოდებით მოწინააღმდეგის მხრიდან, არ ვიცი შენი აზრი, მაგრამ მე ჩემი მეთოდებით, ასე ვთქვა და ჩემი ინსტინქტებით გრძნობ, რომ რაღაც ძალადობის ახალ ტალღას თუ მეორე ტალღას უნდა ველოდოთ. თუ აი ამ ბოლო დროის ძალადობის ქრონოლოგიას, ასე ვთქვათ, გამოყვებით, პირველი რაც თვალშისაცემი იყო, ეს იყო, ასე ვთქვათ, პოლიციური ძალების ძალადობა. შემდეგ ესენი გაიყვანეს და ჩაანაცვლეს, ცდილობა იყო უფრო სწორად კრიმინალებით ჩანაცვლება, ვიღაც ტიტუშკებით და
ასე შემდეგ. ამის შემდეგ იყო მათ შორის აი ამ კრიმინალ ტიტუშკების და კრიმინალების ასე ვთქვათ წახალისება რომ იქნებ ეს ტალღა დამოუკიდებლად დაძრულიყო მაგალითად ერთ-ერთი წამყვანი რომელიც აჩვენებდა აქტივისტების ფოტოებს ეთერში და ამბობდა აი ეს არ უნდა იცემოს ეს არ უნდა იცემოს აი ამას თუ ცემთ მე დავგმობ და ასე შემდეგ ანუ პირდაპირ წახალისება მიდიოდა რომ აი პირდაპირ ამბობდა ტიპი რომ აი ეს უნდა იცემოს რა ეს უნდა ცემოთ ასე აი თვითონ ქართული ოცნების ასე ვთქვათ მაღალჩინოსნებსაც ვერ ვიტყვი ვიღაცეების მოკლედ წევრების მხრიდან ძალადობა ესეც ხო რაღაცა იმის ჩვენება არის აი რა უნდა გააკეთოთ აი მე ესე ვიქცევი და შენ შეგიძლია გააკეთო მოკლედ ყველაფერი ამის გათვალისწინებით რაღაცნაირად ეხლა ველოდები რომ შესაძლებელია იყოს ცდილობა რომ აი ეს პოლიციური ძალები პლუს კრიმინალები და რაღაცნაირად უფრო ჰიბრიდული ძალადობის ტალღის პროვოცირების, რომელშიც ორივე ერთად იქნება ჩართული და უფრო კოორდინირებულად იმოქმედებს რა. მაგალითად, თუ ხარებას ბიჭებს გვერდითა ქუჩებზე უწევდა ზედმეტის სირბილი, იქნებდა გავაკეთოთ ისე, რომ აი გვერდითა ქუჩებზე აი გუბნის ბიჭები და ჩვენი კრიმინალები და აი ახას მერის რაღაცა თანამშრომელი ბიჭები და ასე შემდეგ. ესენი იყვნენ და სპეცრაზმა თავარ ემას მიხედოს. ან სხვადასხვა კონფიგურაციად ეხლა უბრალოდ მაგალითად მოვიყვან. მაგრამ მე სიმართლე რო გითხრა, აი რაღაც აი ამას ნელ-ნელა ველოდები უკვე რა. გასაგებია რომ ეხლა ადამიანებს აშინებენ, ნუ ურეკავენ, იბარებენ სასამართლოში ჯარიმებით და ასე შემდეგ, ამით რაღაც პროცენტით დაგრებას ცდილობენ წინააღმდეგობის, მაგრამ აი ადრე თუ გვიან ფიქრობ რომ ამის პროვოცირება უნდა მოახდინონ. რაღაცნაირად მორალურად მაინც მზად უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა გაწოვებისკენ თვის. იცი რა, მე მაგაზე არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მეტი რაღა უნდა სცადონ რა. ისედაც მე მგონი ყველაფერს ცდილობენ. მოდი ესე ვთქვათ, რომ ჩვენ თუ გვაქვს რესურსების სიმწირე, იმათაც აქვს რესურსების სიმწირე რა. არ არის ეგრე ადვილი რაღაცა ვიღაცაზე იძალადო რა. ჯერ უნდა ყავდეს ადამიანები, ვინც ამისაც ამის კეთება შეუძლია. მერე ეს ადამიანები უნდა დაარწმუნონ, რომ ეს საქმე გასაკეთებელია. ერთხელ რო გააკეთებე, კიდე რაღაცით უნდა წაახალისო, რომ მეორეთაც გააკეთო. ეხლა, იცი რა არის, რეალურად ვთქვათ რა, ცუდი საქმის კეთება ადვილია. ძნელია, რომ არ არის ყველა ადამიანი მანიაკი, არ არის ყველა ადამიანი რაღაცნაირად წაშლილი რა, ანუ ადამიანობა დაკარგული. ეხლა ბოლო-ბოლო თუ რუსები აძლევენ თავის ჯარისკაცებს იმ რაღაცა რაჯანდაბას აძლევენ შენი მეტამფეტამინებს თუ რაღაცებს რომ აუშალონ ცნობიერება და მე რაღაც ჩაადენინონ მით უმეტეს რომ ამხელა ტოტალიტარული მანქანა აქვთ და ანუ თუ ამ ბესამეების კეთება ეს პერსონაჟი არ ვიცი მე მგონი ამ პერსონაჟზე ბევრი უნდა ვიფიქროთ რა ის რო არის ფილმის პერსონაჟია რა კომპოზიტორი ბიჭია და გააბოროტებენ ჯალათად აქცევენ ქართული ფილმია სხვათა შორის ხო და ანუ თუ ესეთ ტიპებზე აქვთ აქცენტი ეგეთი ტიპები ბევრი არ აყავთ კაცო საიდან უნდა ყავდეთ ბევრი ანუ არ არის ეგრე მარტივი რა ბოროტებები ვიღაცა მაკეთოს იცი რა ჩვენს არა ბოდიში ერთ დავამთავრო რატო ვამბიცი რომ ანუ რაღაცნაირად სულ ისევ ფიქრობთ რომ აი ამათ რაღაცა რესურსი აქვს საიდან კაცო ანუ ეგრე არ არის ვიღაცა რა თქმა უნდა ყავთ ბოროტი და რაღაცის გამკეთებელი კი ბატონო ჯერა მაგრამ ამათი რაოდენობა დიდი არ არის უმეტესი წილი ადამიანების რადიკალური მოქმედებების მეტად მიმართ მაინც გულგრილია გინდა ერთის ხრივ გინდა მეორეს ხრივ რა ანუ აი რაღაცა ისეთი მოქმედება რომელიც მის როლს კაფიოდ ხაზს გაუსვამდა ხო წარმოაჩენდა აი ესეთი მოქმედებების მიმართ უმეტესობა მაინც გულგრილია რა ხო და აი საიდან აყავთ ამხელა რესურსი არ აყავთ ეგრე არ არის რომ ადვილია მაგათთვის რამე დააორგანიზო აი შენი აზრით 100,000 რო იყოს პოლიცია 100,000 რო იყოს რამდენი წავა ყველაფერზე რამდენი დგებუაძე იქნება 100,000-ში 100,000 ვერ იქნება პოლიცია ჩვენს მოსახლეობაში ანუ ეგ არა რო იყოს თქო რა შევარდნაძეს ყავდა მაგდენი გაფორმებული
ხო, მაგრამ ვერ იქნება ისეთი ეფექტური, იმიტომ რომ ყველა ფსიქიკა და мотиваცია ვერ იქნება ისეთი, როგორც გებუაძის არის. ანუ ყველა ნაძირალა ვერ იქნება, ასე ვთქვათ რა. ანუ პროცენტულად რაღაცა პროცენტი არის ყოველთვის მოსახლეობაში, 1%-ით მეტი, 1%-ით ნაკლები შეიძლება იყოს სხვადასხვა დროს ან რაღაცა მოვლენებიდან გამომდინარე, ვთქვათ, ბავშვობაში რაღაცა ტრამვა გადატანილის გამო, რაც ყველას შეგვეხოს სიტყვაზე, შეიძლება მოიმატოს რაღაცა ეს მანიაკების პროცენტ მან დააკვდეს, მაგრამ ნუ აი მაინც ეს ვაჟა სირაძე რო ყავთ, ხო, აი რაღაცა აი ესეთებს რო უსრულებს, ბინძურებს, აი კობახიძე რო ყავთ შეშლილი რა, იმათ რა ქვია პრემიერ-მინისტრად. ეხა ეგეთი რამდენი ტიპი იქნება საქართველოში რა, რომელიც კომბინაცია უნდა გქონდეს. შეშლილია, კორუმპირებულია, ნაძირალა, ხაზია გადასმული თავის ცხოვრებაზე, სხვის ცხოვრებებზე, ყველაფერზე, ცხოვრობს აი ალპაჩინოს გამოგონილი სიუჟეტის თუ გმირის, ასე ვთქვათ, ცხოვრებით და პერიოდულად წამალსაც ახმარს, რომ არ დაკარგოს როლი, აი იქ იყოს, დარჩეს, აი ამ რაღაცა. ეგეთი რამდენი ეყოლებათ ახლა, ნუ გამაგიჟე, არ ეყოლებათ ბევრი, ვერ ეყოლებათ ფიზიკურად ბევრი და თან ვინც შეიძლება ეგეთი ტიპები იყვნენ, იმათ ხო კიდე კაცო თავის სხვა ლოიალობის სისტემები აქვთ არა, ზოგი შეიძლება სპორტში იყოს, ეგეთი გიჟი იყოს თავის საქმის და სპორტში იყოს, სულ არ აინტერესებდეს ამ მთავრობაზე მუშაობა. ზოგი მეცნიერებაში არ გინახავს ისა, რა ქვია, წერაზე გადამკვდარი ტიპი, ის რომ მიუშვა და სადმე სხვა პარალელურ სამყაროში გადაიყვანოს, შეიძლება გახდეს ეგეთი რაღაცა ფანატიკურად ჩართული, ხო, მაგრამ ეხლა ამას არ აკეთებს, ეხლა არის პიანისტი. ეხლა არის მხატვარი, ეხლა არის მკვლევარი, ანუ ხო ხვდები, ენერგეტიკაზე მაგრამ სხვა ფსიქოტიპია მაინც. ეს არ არის ხო, მაგრამ ენერგეტიკაზე ხო ასე ვთქვათ, წამებით, დაჟე ყოველთვის ფიზიკური წამებით არა, მორალური ანუ დაჩაგვრით, დამცირებით სულგმულობს და ხო, მაგრამ ბევრი არ არის თქო, მაგას გეუბნები ეგეთი ნაძირალა, კაცო, თორე არიან როგორ არა ყავთ, მაგრამ რაღაცა ლიმიტი აქვს თქო მაგასაც რა, იმიტომ რომ კი, ლიმიტი არის, კი. ლიმიტი აქვს, იმიტომ რომ უყურე როგორი თემაა, იცი? აი ეგეთი ნაძირალა რო არის, იმის გარშემო შენდება ჯერ ოჯახის ვიწრო წრე, მერე კიდე რაღაც წრე, მერე კიდე რაღაცა. ამათ კი არ უყვართ კაცო, ესენი ერიდებიან ამ ყველას. ანუ ეს ამ ტიპებს განზიდვის დიდი პოტენციალი აქვს რა, განიზიდავენ ადამიანებს თავისგან. ესეთი ადამიანი ბევრი რო ყავდეთ, საქართველოში ერთმანეთს სტუმრად არ უნდა დავდიოდეთ. მაგრამ ხო დავდივართ სტუმრად. აი ქუჩებიც ხო სავსეა პროტესტის ხალხი. ესე იგი ბევრნი არ არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა და ეხლა რაც არიან ეგ არიან რა, რაც შეუძლიათ ის შეუძლიათ. ეხლა იმ დეგენერატმა პრეზიდენტად რო გამოცხადდა, თავფუჩეჩამ, ის რო ქნა, რა ქვია, გამოუშვა, ეხლა ციხი და პატიმრები. ეს ხო გამოსაკვლევი თემაა, კაცო, ეგეთივე არ ჩაატარეს 12 წლის წინ 11,000 კაცი გამოყარესო მაშინ, თუ რა ვიცი, ვერც გავიგე რამდენი გამოყარეს. ხო, ეხლა ისე არ მინდა, სპეკულაცია არ მინდა გამომივიდეს, რომ აუცილებლად ყველა ვინც ციხიდან გამოვიდა, ყველა დამნაშავეა, კრიმინალია და ამას ჩაერთვება. არავითარ შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა. აშკარაა, რომ რაღაცა, ანუ ან ჯილდო გააკეთა ტიპმა, ჯილდო მისცა ვიღაცა. ან შეპირებული იყო და ჯილდო მისცა, ან წინასწარი, ასე ვთქვათ, შეთანხმებით. ნუ იმ ხალხში აუცილებლად იქნება რაღაც რაოდენობა, ვისთანაც, აი როგორც რუსებმა გამოყარეს ციხიდან და გაუშვეს ომში, აი ეს ანუ იგივე არის რა, შეიძლება, მაგის ამ ომში. შეიძლება ეგ ვარიანტი იყოს, მაგრამ შეიძლება ეგ ვარიანტი მოსალოდნელი ამბავია, მაგრამ ჯერ ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით, რატო? იმიტომ რომ წერა კითხვა არ იცის იმ თავფუჩეჩამ და ვერ წერს ნორმალურად რა გააკეთა. მაგრამ სად დაიკარგება, ხო? როცა იქნება ხო გამოაქვეყნებს ამ ინფორმაციას. როცა იქნება ეგ ხო გახდება ცხადია რა. ჯერ რო ეხლა ეს ნორმალურად არა აქვს დოკუმენტირებული და რაღაცა, ეგ არაფერს არ ნიშნავს. გავარკვევთ, მერე ვიტყვით. არ არის ეგ პრობლემა, არც საჩქარო არ არის. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, აი რაც არ უნდა მოხდეს. იცი რა არის? ანუ ციხეებში სხდომი ადამიანების უდიდესი ნაწილიც როგორც წესი არ არის მოძალადე. როგორც წესი, ანუ იმიტომ რომ დანაშაულებების რაოდენობა დიდი არის, რაღაც ფინანსური დანაშაულები, აი რაღაც მე რა ვიცი, ისეთი დანაშაულები, სადაც უფრო ვირეშმა კობაჭრის და არა ძალადობა. ეს ძალადობა არ არის ეგრე ადვილი სახელმწიფოსთვის ამ რეპრესიული მექანიზმის შექმნა და ღმერთს მადლობა რომ არ არის ადვილი, იმიტომ რომ ქვეყანაში კიდე არის
აი ეს ვეფხისტყაოსნის სულისკვეთება, მართლა გინდა არ გინდა, ბაღია, საბავშვო თუ სკოლაა, ეს გადაეცემა, მეგობრობა, სიყვარულია რაღაცა და ეხლა მე კი რა თქმა უნდა ვიღაცა ბოროტებას ჩაიდენს, მაგრამ ამის მასობრივი სისტემის აწყობას ესენი ვერ შეძლებს. არ არის ადვილიო სისტემის გაწყობა, ასე ვთქვათ, შენ ასე თქვი და ასევე ამის გაправება აღარ არის ადვილი. აბარა, გაправება დაივიწყე. გაправება ყველანაირ რაღაცა ფილოსოფიაში, წესში და ასე შემდეგ. აი ამის გაправება აღარ არის ადვილი, იმიტომ რომ არ ვიცი გითხარი თუ არა რა. ეს პროტესტი სრულიად ახალ საერთოდ სხვა ფენებში თუ შრეებში გადავიდა. აი აქამდე, ნახე, ანუ უყურებ ხო, ვის იჭერენ, ვისაც ზალადობენ, ვინ არის დაზარალებული, უბრალო ადამიანი ჩართული, მერე დაიჭირეს, მერე გამოუშვეს. ყოველთვის იყო ხოლმე, რომ ეს ადამიანები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი აქტივიზმის და პოლიტიკიდან და ასე შემდეგ. რა მეტნაკლებად, აი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, იმ რაღაცა ადამიანებიდან, ვისი ერთ-ერთი ფუნქციაც არის რაღაც აქტივიზმი და აი ამ რაღაცა ემაში ტრიალი, ხო? ეხლა მე ვხედავ არაერთ ადამიანს რა და სახელების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რომ აი სიტყვაზე ვინმე არ გამოჩნდეს. არა 10 ადამიანს დაჟე, რომლებიც ვიცანი, ზოგიერთი იყო დაკავებული, ზოგიერთი ნაცემი, ზოგიერთი დღემდე ციხეში ზის, რომლებსაც არ ვიცნობ, არც პოლიტიკიდან, არც არასამთავრობოდან, არც პოლიტიკური პარტიიდან, არც აქტივიზმიდან, არაფრიდან, რომლებსაც ვიცნობ თბილისიდან. ოღონდ ვიცნობ თბილისიდან, იმას კი არ ნიშნავს, რომ მეგობრები არიან ჩემი. არა, აი, სადღაც 18 წლის რო ვიყავი, რომ შევხვდი ადამიანს და გავიცანი, მერე 5 წელში რო კიდევ შევხვდი და უიმე, ამას ხო ვიცნობ საიდანღაც რო ვიფიქრე და მერე კიდე რაღაც, ანუ ცხოვრება რო აი რაღაცნაირად გადაკვეთავს ხოლმე, იმიტომ რომ უბრალოდ ერთ ქალაქში მოძრაობთ. უბრალოდ თანამოქალაქე არის. ხო, რა, შენ სფეროში არ ყოფილა, ხო. არც თანამზრახული, არც თანამებრძოლი, არაფერი, თანამოქალაქე, ასე ვთქვათ, რა. გამარჯობითაც ვიცნობ რაღაცა, მაგრამ ესეთი ადამიანი ძალიან ბევრია და მაგ მივხვდი, რომ ამ ბრძოლამ გადაინაცვლა სრულიად სხვა შრეებში, რაც აქამდე არ ყოფილა. აქამდე იყო აქტივისტი. მე ძალიან მაგარია. ხო, და ეხლა საერთო რაღაცა ეროვნული სახე მიიღო და აი იქ შევიდა ჩვეულებრივ უბნებში, კორპუსებში, სახლებში, ლოგინებში არ ვიცი, საძინებლებში, სამზარეულოში და ასე შემდეგ. როგორც არის მოკლედ. და ამის ესე გაქრობა, ვიღაც ხო და ამ თითოშკისთვისაც აი ესეთ სიტუაციაში ამის გაправება ძალიან ძნელია. არა რა, გაправება, დამთავრდა კაცო, გაправება. მაგიტომ გეუნები უყურე პირველი რიგის ჯარისკაცები, სასტიკი დაუნდობელი, ტვინწაშლილი ბოროტები რა. ნუ აი ეგ შეზღუდული რაოდენობა. მეორე რიგის ჯარისკაცები კონფორმისტი, შიშით, აყოლილი ვიღაც ტიპები. აი ეს მეორე რიგი ხედავს ახლა რომ გაშიშულებულები საზოგადოების წინაშე არიან რა წარმოდგენილები და ეგრე არ არის რომ ჩაატაროს. აი ახლა ვიღაცის ფოტო დაიდება იმაში ინტერნეტში, დამთავრდა თელმა ქალაქმა იცის რომ ჩათლახია. იმასთან ვინ დაიჭერს საქმეს, ხო? იძულებით იკეტება იმ რაღაცა ჯგუფში. იმ ჯგუფში კიდე ჩემი მტერი ჩაიკეტოს. არა მგონი ერთმანეთს ენდობოდნენ. დარწმუნებული ვარ ერთმანეთის წაგლეჯვაზეა და ვის მეც დარჩება და მესამე კიდე ვინ სწრაფად გაასწრებს. ეგეთ ჯგუფებს სულ ეგეთი სისტემა, კაცო, ეგ ცხოვრებისეული ამბავია, თორე ეგრე რო არ იყოს, მაშინ სულ ეგეთი იქნებოდა ყველა ადამიანი, ანუ ყველა იქნებოდა ჩართული რაღაცა კრიმინალში, ყველა იქნებოდა რაღაცის წართმევ მოპარვა ძარცვაში. აი ერთი ის მეუნებოდა ბოტანიკოსი რა, რომ ისო რა ქვია, ბამბუკის ხეს რო დარგავო, მერე უცბად მოედებაო გარშემო და სულ თავისი შვილები მრავლდება და სხვა არაფერი არ ამოდისო და მე ვთხარი, ვახ, რანაირად მოხდა, აბა რომ დედამიწაზე სხვა ხეებიც არის თქო და აი მანდ უცნაური ამბავია, 100 წელიწადში ერთხელ ფესვი მთლიანად ხმებაო. აი რომელი იციყო თავი ძირი ფესვი, ის გახმება და ყველა იმის შვილი ხმება, თორე ეგრე მთელი დედამიწა სულ ბამბუკი იქნებოდაო. აქაც ეგრეა, თავის ბუნებრივი ფარგლები აქვს, ძალადობის, თაღლითობის, ვირეშმაკობის სისტემებს. არ უნდა ყველას მაგაში მონაწილეობა. ეგ სისტემა ყველგან მუშაობს, აი ხარ რა მაგალითიც მოიყვანე. აი ხარ სადაც ხარ შენ, ხო? სადაც ხარ შენ და მეც პრინციპში. აი არის ხოლმე რომ კურდღლები გამრავლდება ხოლმე ქალაქებში რა. აი პარკებში დავიხარ და ფეხქვეშ უბრალოდ ყოველ 7 წელში ერთხელ რაღაცა პიკს აღწევს. ანუ უბრალოდ ფეხქვეშ გედება, ანუ ხტებიან ყველაფერთან, ხო? კურდღლები, ანუ არა ვირთხები, არამედ კურდღლები. და მე უცბად ერთი წელიც მოდის და ყველა იხოცება.
ანუ რაღაცა ხდება. რაღაცა ხდება, ანუ ბუნებას ხო აქვს თავისი დამაბალანსებელი რა. ხო, ზოგჯერ არ უნდა დაგვავიწყდეს ამაზე ფიქრი უბრალოდ, რომ მათი რესურსიც დაბალანსებულია, მათი რესურსიც საზღვრულია. კი, ბოროტების კეთება შეუძლიათ, კი, ადამიანების გამწარება შეუძლიათ, მაგრამ რაღაც რაოდენობას შეიძლება ეს შეეხოს და იმის მეტი ვერ ვრცელდება. ამიტომ ამბობდი შენ, რომ არ ფიქრობენო ხვალინდელ დღეზე, არ ფიქრობენ, ჩვენ მაგ ხალხს ხო დავარქვით პუტინის აპოკალიფსის ჯარისკაცები. ეგენი არიან, აი ბოლო ჟამი აქვთ მაგათ, ცხოვრებაში მომავალი არა აქვთ, თავისივე ხედვაში, გამიგე? აი შეიძლება დაინახონ თავისი თავი სასტუმროში, კურორტზე, ნაშებში, მასაჟზე, ხვდები, რაღაცეებში შეიძლება დაინახონ, მაგრამ ეს ხო მომავლის ხედვა არ არის, კაცო. ეს არის რაღაცა ერთი ეპიზოდი, როგორც შეიძლება, სიამოვნება წარმოიდგინოს თავისთავად. დამთავრდა. ამ ეპიზოდური ხედვების იქით მათ გააზრების არანაირი რესურსი არ აქვთ. ამიტომ ეხლა მე მგონი ყველაზე ნაღდია, რომ არ ვიცი, აი ეს რო იყო, წინაზე გეუბნებოდი არა, თუ არ გვილაპარაკი ამაზე, ფილმი თქო, ცეცხლის ძიება. ესე იგი Quest for Fire, ხო? ხო, ის არის ფილმია რა, ნეანდერტალელები და ჰომო საპიენსები და ეს ნეანდერტალელები როგორ იცავენ ამ ნაკვერჩხალს, რომ ცეცხლი არ ჩაუქრეთ და ამ დროს მოდის ადამიანი სულ არა აქ ნაკვერჩხალი, ორ ჯოხს გაახახულებს, ცეცხლს დაანთებს. აი ახლა ჩვენ გვჭირდება უფრო ეგ მიდგომა, აი რაღაც არაორდინალური მიდგომა რა და ეხლა დღეს ბევრს ამაზე ალბათ ვეღარ ვილაპარაკებთ, დრო ამოიწურა და უსასრულოდ ვერ გავჭიმავთ, მაგრამ რატომ არა გვაქვს ევროპის და ამერიკის დიდ ქალაქებში საინტერესო ლამაზი პერფორმანსები? აი კითხვა დავსვათ. რატო არა გვაქვს? შეიძლება რომ გქონდეს, აბა დავფიქრდეთ. ევროპის და ამერიკის დიდ და პატარა ქალაქებში რა, უცბად საქართველოს დროშა ქმნის პერფორმანსს. ოღონდ როგორც იცი, იმ კონტექსტში რო ჩაუსვას, იქაურ მცხოვრებს აი და აუხსნას, გააგებინოს, რატოა მნიშვნელოვანი საქართველოზე ფიქრობდეს ფრანგი? რატოა მნიშვნელოვანი საქართველოზე ფიქრობდეს ჩეხი, პოლონელი, ხო, გერმანელი, რა ვიცი მე, ბელგიელი, ჩემო ბატონო, ბერძენი, ესპანელი, პორტუგალიელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ დღეს უკვე მსოფლიო პოლიტიკის აი ეს საინფორმაციო სივრცე ეს ნორმალური ამბავია. ეხლა მთავარია ჩვენ თუ მოახერხებთ ჩვენი საკითხების კომუნიკაციას ადგილობრივ საზოგადოებებთან და ეს უკვე იმ ხალხის გასაკეთებელია, ვინც ცოტა ფეხმოკიდებულები არიან ამ სხვადასხვა ქვეყნებში, ესმით როგორ მუშაობს იქ რაღაცეები და აი ამ პატარა პოლიტიკური აქტივიზმით გააბამენ კულტურულ კავშირებს, საქართველოს დღევანდელ თავგადასავალს, ბრძოლასა და იქ ქვეყნებში, სადაც არიან, აი იმ ქვეყნების პოლიტიკურ რეალობას შორის რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მგონია. კი, მნიშვნელოვანია და პლუს ამას არჩ გასააქტუალურებელი არის საქართველოს საკითხი, აუცილებლად და მაქსიმალურად ეხლა რაც შეგვიძლია, თან სოფლიოს, ანუ საქართველოს გარეთაც უფრო მეტად, ანუ არის აქტუალური, მაგრამ უფრო მეტად რავი, ბევრი ამბობს, რომ რაღაც მოლაპარაკებას ელოდება ზოგადად მთელი მსოფლიო და ამ მოლაპარაკების შედეგად რაღაცა დაყოფებს და გაყოფებს და ასე შემდეგ და ვინც რომელ ბანაკში მოხვდება. არ ამგონია თქვათ ესეთი ერთი მოლაპარაკებით გადაწყდეს, ასე ვთქვათ, საქართველოს ბედი, მაგრამ ზოგადად აი ამ პროცესების აქტუალურობა მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულმა, რავი, ევროპელმა თუ ამერიკელმა იცოდეს. აი ახლა კიდე აი მარტივი რაღაცაა, ხო? მარტივი რაღაცაა. შეიძლება ბევრი თქვათ ბიუროკრატიული პროცედურა ამისთვის გადასალახი, მაგრამ ელემენტარული საინფორმაციო სივრცე, თქვათ, კვირაში ერთხელ გააჩინო და შეინარჩუნო რომელიმე ქალაქში. თუნდაც პატარა ქალაქში და წარმოიდგინე მაგალითად გამოაცხო პატარა ხაჭაპურები და ვინც მოვა და რაღაცას კითხავს, ეს ხაჭაპური მისცე და აუხსნა თუ რა დღეშია საქართველო, ხო, პატარა ბროშურა დადო. რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ამას ჰქონდეს, იცი? მე მაგალითად გონია რომ ძალიან დიდი გარდატეხის მოტანა შეუძლია ასე თქვა სახალხო დიპლომატიას. რისი რესურსიც დიდი გვაქვს უკვე, იმიტომ რომ ძალიან დიდი დიასპორა აქვს.
ხო. ეგ არის. აი, გავიდეთ ახლა პოზიტიური კამპანია რა, პოზიტიური კამპანია რა, იმიტომ რომ არის შეკრებები, არის რაღაც პოლიტიკური მოწოდებები, პოლიტიკოსებთან ურთიერთობა. აი, მოდი აბა წარმოვიდგინოთ ადამიანებთან მეტი ურთიერთობა, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი სავიზიტო ბარათი, ხაჭაპური, ეხა ხინკალი არ გამოვა იქ მთელი ამბები უნდა მოწყობა რაღაცა ხაჭაპური. შენ იცი რომ მე ხინკლისკენ ვარ მაგ პროექტში. ხო, მაგრამ არ გამოღი ხვავით ხო არ დადგები და თორემ ეგ რო გააკეთო ხვავით რო დადგე, აი გეუბნები, სადაც გინდა ის თქვი, აი თუ გინდა, რა ვიცი, ვესტმინსტერის ის იყოს, რა ქვია, სადმე ცენტრალურ ადგილზე, იქაც რიგი დაგიდგება. ისეთი რეპუტაცია აქვს, მე მგონი. აი, ხა კონკურენტებს რომ მიაწოდე ფიდეს. იყოს კაცო, რა ვიცი. ეგ როგორი ამბავია, იცი, რაც მეტი გააკეთებს, მეტი ბაზარი გაჩნდება. კონკურენცია არავის კონკურენტი ქართული საკვების იმაში არ იქნება არასდროს. ასე რომ მოკლედ ხო, არა, კაი, კაცო, ესეთი თემა გვჭირდება, მე მგონი ძალიან გვჭირდება, იცი, შევცვალოთ, ცოტა გავამრავალფეროვნოთ პროტესტის ბუნება რა. ხო, ეგ არის. კაი, მაშინ დროებით შევწყვიტოთ ახლა და დროები დავემშვიდობოთ. ვინც გვისმენს და გვიყურებს და რა ვიცი, ცოტა ხანში გავაგზავნებთ, ხო? ეგ არის. ერთ კვირაში შევწყვეტთ, ხო? დაგვიკომენტეთ, ისა კომენტების რაოდენობა მოიმატა შედარებით და მოხარული ვარ, მათ შორის ასე ვთქვათ, შეურაცხყოფებმაც მოიმატეს და არა უშავს ამათაც. თქვენ დაგვიკომენტეთ. არა, ვიღაცა მოცლილები არიან, საქმე არ აქვს. ჯერ უნდა მოусმინო, რომ შეაგინოთ. მოწონება, გაზიარება, კომენტარი, გამოწერა, ეგ არის. მადლობა და დროებით. გამოგვიწერეთ აბა და დიდი მადლობა, დროებით შემდეგ კვირას შევხვდებით.